მაყურებელს პირველ რიგში მინდა ნიკაკაციას მიულოცო თავისუფლება და ყველა რეჟიმის ტყვეს და პოლიტპატიმარს უსურვო მხნეობა, გამძლეობა და მალე გათავისუფლება. ჩვენ ხედავთ, რომ 2 დღის წინ კვლავ ჩვენი ათეულობით თანამოქალაქე დაიჭირეს და ეს უსამართლობა და რეპრესიები დედაქალაქში გრძელდება და სწორედ ამ უსამართლობისთვის ბრძოლაში აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა ბრძოლის ველი, როგორიც არის მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები. რა თქმა უნდა, კამპანია აქტიურ ფაზაში შედის, რამოდენიმე დღეს ჩვენ გვექნება პროგრამის პრეზენტაციაც. თუმცა ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან არც ერთ ხელისუფალს არ იყო გამბედაობა და პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ გაეხორციელებინათ რეალური თვითმმართველობა, რადგან მუნიციპალური ორგანოები და მუნიციპალური ბიუჯეტი ყოველთვის გამოიყენება ამ ორჩეველზე გავლენის მოსახდენად და თითეული ლარი, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე იხარჯება, არის მოკლევადიანი ეფექტისთვის და ამ ორჩეულის შეცდომას შესაყვანად გამიზნული. სწორედ ამიტომ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ასევე ის ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც წლების განმავლობაში ქართული ოცნების რეჟიმის რეპრესიების ქვეშ არიან და თავიანთ ბრალს და პროტესტს ვერ გამოხატავენ გარკვეული მიზეზების გამო ხმამაღლა და მათთვის ერთადერთი ბრძოლის გზა არის სწორედ არჩევნები, საარჩევნო ბიულეტენი და ჩვენ მათ არ უნდა წავართვათ ეს შესაძლებლობა. ეს არის არჩევნებში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტაცია თქვენთვის. რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობის წართულობა მათთვის არ შეიძლება და ჩვენ უნდა მივცეთ ამ ადამიანებს უფლება, რომ ხარი დაუჭირონ ცვლილებებს და ის საკუთარი ბრაზი, რომელსაც ვერ გამოხატავენ ხმამაღლა, გამოხატონ საარჩევნო ურნებთან. მე მესმის, რომ საარჩევნო გარემო არის არასამართლიანი, მე მესმის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები განიცდიან ზეწოლას, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი, ეს ძალაუფლება ყველაზე რეალურად გამოყენებადი არის ზუსტად თვითმმართველობებში, რადგან თვითმმართველობა არის შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ და მოაგვარონ ის პრობლემები, რომლის წინაშეც ისინი დგანან.